საგამოძიებო კომისიის სხდომაზე 2008 წლის ომამდე არსებული ვითარების შესახებ იმსჯელეს. ემზარკვიციანმა კოდორის ხეობაზე ისაუბრა. საგამოძიებო კომისიის თავმჯდომარის განმარტებით კოლექტიური ნაციონალური მოძრაობა ცდილობს საზოგადოების შეცდომაში შეყვანას. თითქოს კომისია ჯარის ქმედებებს აფასებს. რეალურად კი საქმე ყოფილი ხელისუფლების საქმიანობას ეხება. თია წულუკიანის თქმით, მიხეილ სააკაშვილმა ჯარი და მშვიდობიანი მოსახლეობა საკუთარ სათამაშოდ აქცია. ბატონმა გიორგი თარგამაძემ მედიით შეგვატყობინა, რომ მოსვლას ისედაც არ ვაპირებო. ბატონი გიორგი თარგამაძე და ბატონი გიორგი კანდელაკი ჩვენი კომისიის მიერ მოწვეულ პირთა სიაში ფიგურირებენ იქიდან გამომდინარე, რომ სხვა ნაციონალური მოძრაობის დეპუტატებთან ერთად სწორედ მაშინდელ დეპუტატებთან ერთად ესენი სწორედ ის დეპუტატები არიან, რომლებმაც 2008 წელს სტრასბურგში ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეაზე ქართულ ჯარს დააბრალეს ომის დანაშაულის ჩადენა და გამოარიდეს პასუხისმგებლობას პოლიტიკური თანამდებობის პირები. დანიშნულ ოპოზიციას უწოდებდით ჩვენ მაშინ მათ, ჩვენ გვიწოდებდნენ ქუჩის ოპოზიციას, ვინც ქუჩიდან ვცდილობდით სააკაშვილის დამარცხებას და მერე სააკაშვილმა ზოგიერთი ადამიანი ამოარჩია, გიორგი თარგამაძეს შეაქმნევინეს ოპოზიციური პარტია და ეს იყო ფსევდო ოპოზიცია პარლამენტში. მერე ამ ყველაფერმა მე და ქართული ოცნების გუნდს, როდესაც ქართული ჯარის მართლაც მუნდირს, ღირსებას და სიმართლეს ვიცავდით ჰააგის სასამართლოში, ამ რეზოლუციის გამო შეგვხვდა არაერთი პრობლემა. მომდევნო დღეებში შევთავაზებთ ახალ თარიღს, აქვე მინდა გამოვეხმაურო იმ აჟიოტაჟს, ჩვენი კომისია არ იძიებს სამხედროების მოქმედებებს. ჩვენი კომისია იძიებს ნაციონალური მოძრაობის რეჟიმის დროს პოლიტიკური თანამდებობის პირების საქმიანობის სხვადასხვა ასპექტსა და საკითხს. დადასტურებულათაც შეიძლება უკვე ჩაითვალოს, რომ მიხეილ სააკაშვილი და მისი ამფსონები, დავით კეზერაშვილი, ივანო მერაბიშვილი და სხვები, პოლიტიკური თანამდებობის პირები, არ ჰქონდათ სამხედრო გეგმა, ისე აწარმოეს საომარი მოქმედებები 2008 წლის აგვისტოში და ის გეგმა, რომელიც სწორედაც ჩვენმა ღირსეულმა ცოდნე, საქმის ცოდნე სამხედროებმა შეადგინეს, იქნა უარყოფილი და გვერდზე გადადებული. გაწირეს მშვიდობიანი მოქალაქეები და მიატოვეს. გენერალმა ყურაშვილმა ჩემს კითხვაზე მიპასუხა, საფუძველი აქვს თქვენს მოსაზრებას, კერძოდ იმ მოსაზრებას, რომ გენერალი ყურაშვილი, როგორც სამშვიდობო ოპერაციების წარმომადგენელი, ვანო მერაბიშვილის მოადგილესთან ერთად, რომელიც საომარ მოქმედებებზე იყო პასუხისმგებელი, არეალში შეიყვანეს იმიტომ, რომ გენერალი ყურაშვილის დანახვაზე მოსახლეობა იქნებოდა შვიდად. ჩვენმათ ვეკითხებით, რატომ გახადე რეზერვისტები საზარბაზნე ხორცად რატომ აქციე? რატომ არ დაბრუნდა თავის შვილებთან და ოჯახში გიორგი ანწუხელიძე? რატომ ჩავარდა ის ტყვეთ? ეს იყო გარდაუვალი თუ შეიძლებოდა ამის თავიდან ნაცილება, თორემ ის გმირი რომ ჩავარდა ტყვეთ, შემდეგ რა თქმა უნდა მან პირისპირ რომ აღმოაჩინა საკუთარი თავი სეპარატისტებთან და რუსებთან, მან გმირობა აჩვენა, როგორც ეს არა მხოლოდ მან აჩვენა სხვათა შორის, რატომ არ ახსენებენ ისინი, ვინც გუშინ და გუშინ წინ განერვეულდნენ ჩვენი სხდომების გამო უშანგი სოფრომაძეს. იქ გიორგი ანწუხელიძე მარტო არ იყო, იქ იყო უშანგი სოფრომაძე, იქ იყო კახაბერ ხუბულური. ჩვენი მიზანია ყველამ გაიგოს, რომ ვინც არ უნდა მოხვიდეთ ახალგაზრდებო მომავალში პოლიტიკაში, თქვენ უნდა იცოდეთ, რომ ჯარი არ არის სათამაშო. სააკაშვილმა ჯარიც და მშვიდობიანი მოსახლეობაც და სხვათა შორის ის ორი გენერალიც, რომელიც აქ მობრძანდა, საკუთარ სათამაშოდ აქცია. ჩვენ გადავარჩინეთ ქართული ჯარის ღირსება სტრასბურგშიც და ჰააგის სასამართლოშიც. ამიტომ აქეთ ამ თემაზე არავითარ შენიშვნას ჩვენ არ მივიღებთ, მაგრამ თქვენ ჩვენ ვერ გაგვაჩერებთ, ჩვენ სააკაშვილის კიდევ ბევრ დანაშაულზე ახალ ფაქტებს გამოვავლენთ, რაც არ უნდა ქალბატონმა ელენე ხოშტარიამ იკივლოს ქუჩაში, მით უმეტეს რომ ირკვევა, რომ 2004 წლიდან სწორედ ელენე ხოშტარია იმ დროს ჩაცმულდახურული ხელმძღვანელობდა ქართული ჯარის განადგურების დასაწყისს, როდესაც
1000-ეულობით პროფესიონალი გაუშვეს ქართული ჯარით. 2006 წელი არის უმნიშვნელოვანესი იმისათვის, რომ ჩვენ ფაქტები აღვადგინოთ, ვაჩვენოთ განსაკუთრებით მომავალ თაობებს. 2008 წლის ომამდე როგორ მივიდა ჩვენი ქვეყანა და რატომ გაიმარჯვა მტერმა და არ გავიმარჯვეთ ჩვენ. 2006 წელს თქვენ იყავით კოდორის ხეობაში. 1992 წლის აი ეს უკვე რომ დაძაბულობები აფხაზეთში რაც დაიწყო, მზადება ომისთვის აფხაზიური სეპარატისტების მიერ, რუსების მიერ, ჩრდილოეთ კავკასიიდან უღელტეხილებზე უკვე დაიწყეს გადმოსვლა ბოევიკებმა. იზოლებული გავხდით, რომ შევკრებები ვიყავით კოდორის დალის ხეობაში, ფიცი დავდევით და შეიქმნა რაზმი მონადირე. 93 წელს დავედით შეხვედრაზე აფხაზებთან და აფხაზებს ახდათ რუსები. მაშინ მივხვდი, რომ არანაირი შერიგება მაგათ არ აწყობდათ. დავიწყე გზის კეთება ჭუბერი საკენი ჭუბერის მიმართულებით. საწვავის სათხოვნელად ვიყავი თავრობაში ჩასული, საწვავი არ მომცეს. ჩაკვეტაძე რაჟდენი იყო ასეთი, რომელიც იყო მეგზევე და 8 ტონა საწვავი გამომიყო დიზელი და 2 ტონა ბენზინი. რომ არ ყოფილიყო ის გზა და პირადი ინიციატივა ემზარ კვიციანის. სოხუმიდან წამოსული რამდენიმე 10,000 კაციდან მსხვერპლი იქნებოდა აი 100-ობით და შეიძლება 1000-ობით დაგვეთვალა. ამ გზამ გადაარჩინა 1000-ობით ადამიანის სიცოცხლე და ამის გამო მადლობა ეკუთვნის. 2004 წლიდან 6 წლამდე ვიმყოფები თბილისში. მიდის ჭორები იმისი, რომ ორფოლოს პოლიგონზე ყავს გადაყვანილი ოქროაშოს მთელი შეიარაღებული ძალები სწავლებაზე, თავდაცვის სამინისტროსი. და ყველა მაგას მეუბნება, რომ კოდორში აპირებდნენ წასვლას. მე ვუთხარი, რა უნდა კოდორში გას. ის იძახის, რომ ცხინვალში უნდა ვიყო ახალწელსო და კოდორში რა უნდა თქვა, ასე ვერ დაგსაქსავს ჯარებს. ვერ ვიჯერებთ. შევედის პატრიარქთან. თქვენო უწმინდესობა მეთქი. აპირებს ოქროაშვილი და დღევანდელი ხელისუფლება კოდორის ხეობაში შემოყვანას თავდაცვის ძალების თქო. რომელიც აუცილებლად გამოიწვევს კონფლიქტს. და ამ კონფლიქტში რუსები იქნებიან მართლები, იმიტომ რომ არსებობს 94 წლის შეთანხმება, რომელზეც ხელი გვაქვს მოწერილი და ამას გამოიყენებენ და ლეგიტიმაცია მიეცემა რუსებს, რომ შემოვიდნენ ხეობაში. ამ დროს თქვენ თანამდებობა გაქვთ თუ არა, 2 წელი არა ვარ არც თანამდებობაზე, არც ერთი არაფერი. ნაციონალური მოძრაობა რომ მოვიდა ხელისუფლებაში ვარდების რევოლუციის შედეგად, თქვენ მოგწყვიტეს კოდორის ხეობას. მომწყვიტეს კოდორის ხეობას და 2006 წლის ივლისში მოხვდით კოდორში, თქვენი მშობლის გარდაცვალების ფაქტთან დაკავშირებით. 40 გაკეთებას მინდოდა და თან გამეგო აპირებენ თუ არა შემოყვანას მართლდასროლა. შემდეგ რუსეთის სპეცსამსახურმა ჩამიტყუეს, რა თქმა უნდა, ქართველების საშუალებით, ჩამიტყუეს და იქ მერე ჩამსვეს მანქანაში და დაგვიჭირეს ორივე მე და მალხაზი, ჩაგვსვეს მანქანაში და დაგვიყონეს. ოქროაშვილი სად არის ამ? ეხლა შეხედეთ, ოქროაშვილი მოდის იქიდან ჩვენს წინააღმდეგ, ხეობის წინააღმდეგ, ჯარით. პირველი მენ გაისროლა. ეს კითხვა იყო დასმული და ანზორ მარგიანმა მისცა ასეთი ჩვენება. პირველი გაისროლაო ლევან გვაზავამო. რატო გაისროლაო? იმიტომ რომ რაციები არ მუშაობდაო და წინა მანქანაო გაჩერებულიყო. ამ დროს შეკითხვა რო დაუსვი დანარჩენებს რაციების მუშაობდა და ყველაფერი მუშაობდა. ანუ მე გამიჩნდა ეჭვი რომ ის გასროლა იყო ნიშანი იმისი რომ ვიღაცას ესროლა იქ უკვე ადრე შემოყვანილი ჯგუფი რომელსაც უნდა ესროლა ვითომ კვიციანი ისვრის. დაიჭრა 2 ადამიანი. ვითომ მე ოქროაშვილი რო იძახდა იმას რომ 2 ჯარისკაცი დაგვიჭრაო. სასამართლოზე შემოვიდა ეს დაჭრილი ანუ დაზარალებული ჩემგან დაზარალებული და აქვს ტყვია მოხვედრილი წინიდან. გახსოვს მეთქი ტყვია რომ მოხვდა როგორი დექი თქვა? კი როგორ არ მახსოვსო. მდინარე საკენი რომ მხარეზე იყო შენგან თქვა. მარჯვენა მხარესო, ანუ შემოტრიალებული იყო თავისი ჯგუფ ქფისკენ და იქიდან მოხვდა ტყვია. ანუ თავისიან მოვესო. მე არ გიფიქრია რომ შენიან მოგესროლა მეთქი? რა არ მიფიქრია მე ზუსტად ვიცი რომ ჩემიანება მესროლისო. მეორე შემოიყვანეს ის ზურგიდან რომელიც იყო დაჭრილი. იმანაც ისე
კითხვა დაუსვი რომ მხარეზე იყო დინარე მეთქი და მარცხენა მხარეზეო ანუ უკრიდან ესროლეს იმანაც დამიდასრულეთ პოლიციელებზეა პოლიციელები დიახ ამბობენ სასამართლოზე რომ ჩვენებმა გვესროლეს და არა თქვენ მესროლეს ჩემებმა მესროლესო უკრიდან მესროლეს თქვენ ამ დროს მაბრალებდნენ მე რისთვის იყო ბატონო ემზარე ეს ყოველივე ეს დადგმული იყო თუ რა კოდორის ჩასაბარებლად ეს იყო რა თქმა უნდა მოსკოვში დაგეგმილი მაგრამ ამერიკელები ერივნენ მაგ საქმეში ჩვენ მოვისმინეთ ბატონი ზაზა გოგავა მიუხედავად იმისა რომ გაერთიანებული შტაბების ხელმძღვანელი იყო ჩვენ მაინც ცხინვალის რეგიონზე ვმუშაობდით და ასეთი რამეც კითხვა რომ რა ვიცოდი მე რა ხდებოდა კოდორში საუბარი 2008 წლის აგვისტოზე რა იქნებოდა ბატონი ზაზა გოგავას ამ გამონათქვამზე თქვენი კომენტარი თქვენი ოჯახის და იმ ასეულობით ქართველის განეიტრალება განიარაღება და იქ მოუმზადებლად ძიმე ტექნიკის შეყვანა ყოველგვარი როგორც ირკვევა გეგმის გარეშე ეს იყო წინდა უხედაობა თუ გამიზნული ნაბიჯი ეს იყო ყველაფერი კოლექტიური ღალატი ჩაფიქრებული ჩვენი ქვეყნის წინააღმდეგ მაგრამ თვითონ საჯარისო ფორმირებები ამის აბსოლუტურად კურსში არ იქნებოდნენ არ ამგონია რომ გოგავასაც რამე ცოდოდა მაგის შესახებ არ ამგონია რომელიმე სარდალს რამე ცოდოდა მაგის შესახებ იმიტომ რომ ეს იყო პოლიტიკური გადაწყვეტილება რომელიც შეთანხმებული იყო მე მინდა თქვენ მადლობა გადაგიხადოთ თქვენს ოჯახთან ერთად ქალბატონ ნორას მივაგებდით პატივს რომ არა ქალების როლი ძალიან რთული იქნებოდა თითოეული მამაკაცისთვის ამდენი წლის მანძილზე დალის ხეობის კოდორის ხეობის შენარჩუნება ყველა ჟურნალისტს განსაკუთრებით ქალბატონებს რომლებზეც მე მეტი წარმოდგენა მინდა მქონდეს მოუწოდებ რომ მათზე უფროს ადამიანებს ვისაც უბრძოლია სამშობლოსათვის მისი ემთლიანობისთვის ჯერ ცოტა როგორც ცნობილი სიმღერის არ იყოს ჯერ განათლების ხარისხი აიმაღლონ და მერე დასვან ის კითხვები რომლებიც აბსოლუტურად უსაფუძვლო და რაც თავია შეურაცხმყოფელია გენერალმა მამუკა ყურაშვილმა 2013 წელს ერთ-ერთ ინტერვიუში უწოდა ღალატი სამშობლოს წინაშე ჩადენილი ღალატი ბატალიონ მონადირეს გაუქმებას ბატონმა გენერალმა გოგავამ თავის თავზე აიღო რომ მან ვერ მოახერხა ვერ მოასწრო მოსახლეობის გაფრთხილება მე არ ვფიქრობ რომ გენერალი გოგავას გადასაწყვეტი იყო სამოქალაქო ხელისუფლება იმიტომ არსებობს რომ ასეთ დროს მათ შეეძლოს გააფრთხილებინათ უბრალოდ მან თავის თავზე აიღო მაშინდელი პოლიტიკური ხელმძღვანელობის მიერ ჩადენილი ძალიან დიდი დანაშაულება ეს რაც 13 წელი შეინარჩუნა ადგილობრივმა მოსახლეობამ ჩააბარა მიხეილ სააკაშვილმა მოღალატეობრივად 2008 წელს ტყვის გაუსრულად გაფრთხილებაც იმიტომ არ მოხდა მოსახლეობის რომ მოსახლეობას დრო არ ქონოდა შეიარაღების და წინააღმდეგობის გაწევის ამისთვის იყო ეს და არ არის გოგავას გაცემული ბრძანება ის იღებს თავის თავზე მაგას ბატონო გიორგი თქვენ მრავალი წლის მანძილზე ამჟამად რუსეთის მიერ ოკუპირებულ ტერიტორიაზე ცხინვალის რეგიონში საქმიანობდით იქ ხართ დაბადებული გაზრდილი თქვენი ფესვები იქ არის და ჩვენი ქვეყნისთვის ყველაზე მძიმე დღეებში 2008 წლის აგვისტოს ომის პერიოდში ბრძანდებოდით ადგილზე, სადაც იყავით დანიშნული სოფელ ავნევში. ამიტომაც საინტერესოა თქვენი თხრობა რეალური ფაქტების შესახებ. დავიბადე და გავიზარდე სოფელ ავნევში და 40 წელი მუდმივად ვიცხოვრე სოფელ ავნევში, ისე რომ სხვა მისამართი არასდროს არ მქონია. 94 წლიდან ვიყავი სოფელ ავნევის ხელმძღვანელი, მაშინ იყო ასეთი რაღაცა სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივი. ხოლო 2002 წლიდან ვიყავი თიღვის თემის გამგებელი, შემდგომ თიღვის მუნიციპალიტეტის გამგებელი. რა თქმა უნდა, 2008 წლის მოვლენების დროს ვიყავი თიღვის მუნიციპალიტეტის გამგებელი. შეტევა დაიწყო სოფელ 0-ზე 6 საათზე გამთენიისას 2 აგვისტოს. 6 საათზე მოხდა და ცოტა გამიკვირდა, იმიტომ რომ სროლები და შეტევები ყოველთვის იყო ხოლმე ამ წლების განმავლობაში შეიძლება რამდენი ერთი კვირა გაჩერებული იყო 2 კვირა, მაგრამ სროლები ყოველთვის იყო ხოლმე მით უმეტეს ღამის საათებში. მე გამიკვირდა ის რომ ეს უკვე აღარ გავდა იმ ავტომატური იარაღით სროლებს, ეს იყო გამოყენებული დიდი იარაღი.
ეგრეთ წოდებული ყუმბარ ორცნები იყო გამოყენებული. ჩვენთვის მოულოდნელი იყო ეს თავდასხმა, იმიტომ რომ სოფელში მარტო სოფლის ხალხი კი არა, სტუმრებიც კი იყვნენ, თქვენ წარმოვიდგინეთ შემოსულები. მივხვდით, რომ აღარ გაჩერდებოდა. ამიტომ ხუთში შემოვიდნენ, ხუთ რიცხვში ჩვენთან შემოვიდნენ ელჩების, ჩვენ ქვეყანაში აკრედიტებული ელჩები. მათ შემოყვა რუსეთის ელჩი საქართველოში ბატონი კოვალენკო. კოვალენკოს უთხარი რომ ხედავთ რომ ჩვენ გვიცავს ჩვენი პოლიცია და არის აქ მხოლოდ ადგილობრივი პოლიცია. მეტი არავინ არ იყო. მოდი ახლა დაავიდეთ და უთხრათ იმ ხალხს, აი მთაზე ავიდეთ, იყო მისასვლელი გზები და შევეკითხოთ, რას აკეთებენ, რათ არიან, იქ მაგათ სოფლები არ არიან. არ არის, ხო, მთებზე შედან და იქიდან კოვალენკომ ასეთი რაღაცა მითხრა. მე ყაჩაღებს მე დიპლომატი ვარ, ყაჩაღებს დევნას არ დაუწყებო. ხელი გაიშვირა ყურაშვილისთვის ამის მოვალეობაო, რომ მაგათ ზდიოსო. აი ესეთი პასუხი გამცა მაშინ. შემდეგ 6 აგვისტოს ჩემთან შემოვიდა ხეობაში გუბერნატორი შიდა ქართლის რწმუნებული ბატონი ლადო ვარძელაშვილი და პოლიციის სამმართველოს უფროსი ბატონი დათო ტაბუცაძე. ვაჩვენე დაზიანებული სახლები, ვაჩვენე ყველაფერი რაც ხდებოდა, შეუღიარაღებელი თვალითაც ჩანდა მათი პოზიციები, ოსური პოზიციები, ყველაფერი ნახეს და მითხრა რომ დილით 7-შიო, გელოდები გორშიო, 8 საათზეო, მანქანები დაგხვდება დატვირთულიო, პროდუქტი დატვირთული, ფქვილით რაღაცა. და სახურავის მასალებით დატვირთული მანქანები, რომლებიც უნდა წამოიყვანო ხეობაში, გზის ჩაკეტვის შემთხვევაშიო, რომ ჩაიკეტოსო, მარაგი გქონდეთო. 6-ში ისეთი ამბავი იყო, მთელი ღამე, რომ მე დილით ვეღარ მოვახერხე გორში ჩასვლა. ვერ მოვახერხე, იმიტომ რომ ვარჩიე რომ გორში ჩასვლას და პროდუქტების ამოტანას გამეკეთებინა იქიდან ევაკუაცია ბავშვებისა და ქალებისა. ამ დროს თქვენ რომ ამას აკეთებთ, რომ ახერხებთ, რომ ბავშვებისა და ქალების ევაკუაცია გააკეთებინა. და პასუხი რა იყო, რომ თქვენ უკვე დაიწყეთ ეს პროცესი, გამოყვანის პროცესი, რომ აფრთხილებთ? პასუხი ასეთი იყო. გამგებლებისთან პასუხი იყო ასეთი, რომ შევათანხმებთ მთავრობასთან. არაფერს არ მეუბნეოდნენ, არც ევაკუაციაზე, არც არაფერზე. აბსოლუტურად ესეთი რამე არ იყო. შევათანხმებთ, გადავცემთ. ევაკუაციაზე ბავშვებზე და ქალებზე დამთანხმდნენ, რომ უნდა გამომეყვანა. ძირითადად უნდა გამომეყვანა ბავშვები და ახალგაზრდა ქალები. აი იმ დღეს. მაგრამ თქვენი ძალებით, თქვენი ტრანსპორტით. ჩვენი ძალებით, კი, ჩვენი ძალებით გამოვიყვანთ. სადღაც უკვე 7-ში საღამოთი დაახლოებით 3-4 საათი იქნებოდა. ორივე BMW დაზიანდა. ფაქტიურად დარჩენი ისინიც აი ესე რა არაფრის გარე, მაგრამ მომშველებელი ვიღაცა რომ მოხმარებოდა, არც ის არავინ არ ეხმარებოდა. და ახლობით 5 საათი იქნებოდა, როცა არ ვიცი რა, ეგეთი რა იყო. სამშვიდობო ძალებს იქ ჰქონდათ გაკეთებული ბლინდაჟი, რომელზეც იყო დაახლოებით 15-20 სანტიმეტრის კრუგლიაკი დალაგებული და ზევიდან იყო 1 მეტრო მიწა დაყრილი. სადაც თავს აფარებდნენ და ბომბის დროს. აი ეს რაღაცა რაც დააწყეს, ეს არ იყო ახლოდან გამოსროლილი, ეს არ იყო იქვე იმ მანძილიდან 1 კილომეტრიდან შორიდან რაღაცა დაარტყეს, მე არ ვიცი რა იყო. დაახლოებით 10 მეტრზე წაიღო ეს მორები, ეს მიწა და ეს მორები აიტანა 10 მეტრზე, დაბლიდან უყურები და ჩანდა. და მაშინ დაიღუპა 2 მშვიდობის მყოფელი, თაყაძე და ტრაპაიძე. 2 გარდაცვლილი იყო, რამდენიმე დაჭრილი და რამდენიმე კანტუზირებული. დაჭრილები და მიცვალებულები ჩამოვიყვანეთ ავნევის ამბულატორიაში. საშიშროება იყო იმისა, რომ ეს დაჭრილები მართალია პირველადი დახმარება აღმოუჩინეთ სიცხლის შეწყვეტა რაღაცა იქ ამბულატორიაში ყავდა ექთნები, ექიმები, მაგრამ ამათ ესაჭიროებოდა თუკი გამოყვანა და ვერ გამოყვავდა. ყურაშვილს ურეკავდი, მეუბნეოდი, რომ იქნებ როგორმე გავიყვანოთ და ამუკა მეუბნეოდა, რომ არა დაღამდეს და შენ მერე ღამე 8-ში გამთენისას 5 საათზე შემოვიდა მე-4 ბრიგადა. ეს იყო დაახლოებით 15-მდე. ეს 75 იყო ტანკი და ქვეითები მოსდებდნენ ეგრეთ წოდებული პიკაპებით, მანქანებით. შემოვიდნენ ავნებში გაჩერდნენ, ჩვენ გაგვიკვირდა რა, ავნებში დადგნენ, აღარ იძროდნენ, ეთყობა ბრძანებას ელოდებოდნენ.
და დაახლოებით 3 საათი იყვნენ სოფელ ავნევში, ცენტრში და მე დაიწყეს მოძრაობა ცხინვალის მიმართულებით. წინააღმდეგობა არ შეხვედრიათ არც ერთ სოფელში. არც მანამდე სანამ ავნევში ამოვიდნენ წინააღმდეგობა არ შეხვდათ, არც ცხინვალისკენ რო დაიძენ არ შეხვდათ. წინააღმდეგობა ვერ გაუწევდნენ უბრალოდ. ისინი იყვნენ გაფანტულები და მე გავიგე სადაც იყვნენ. თუმცა ესენი ახლოს, სოფლებთან ახლოს რო აკეთებდნენ თხრილებს და აკოფებს, მოშორებით დაახლოებით 2-3 კილომეტრი ტყის მასივებში ჰქონდათ გაკეთებული სპეციალური ბრინდაჟები, სადაც მომარაგებულები იყვნენ წყლით, საკვები პროდუქტები და იქ იყვნენ. ჩვენ გვეგონა რომ საერთოდ გაიქცენ, ხალხი აღარ არის ამ სოფლებში, მაგრამ წინასწარ მომზადებული ადგილები ჰქონდათ. მათ მოუსწოთ რუსულმა ბომბდამშენებმა და ფაქტიურად ის კოლონა გაანახევრა რა. ესე თუ ტანკები ეგრე ადვილად იწვებოდნენ, მე არ ვიცი როგორც ბიჭის კარობკები ეგრე დაიწვე. აი კოლონა ფაქტიურად მოტრიალდა ეს კოლონა, აღარაც სადაც ხიმაში და ისევ ავნებზე წამოვიდა და ჩამოიარეს. აი მსუბუქი მანქანებით ჩამოატარეს დაჭრილები და მიცვალებულები. რა თქმა უნდა, სულ ყველა ვერ წამოიყვანეს და მე იქვე აი ესეთი თხრილები იყო და მიეყარეს მიწა რა, თვითონ ალბათ ოსებმა მე რო დამშვიდა სიტუაცია და გახსოვთ ალბათ პატრიარქი რო შევიდა და მიცვალებულები რო გამოიყვანა, ზუსტად ეს მიცვალებულები იყვნენ, რომლებიც იქ დაიხოცნენ მაღლა. არ ვინმე თქვა რომ გამეკეთებინა ევაკუაცია მოსახლეობისა, არავის არ უთქვია ეს ჩვენ თვითონ მოვიფიქრეთ და მე არ მინდა გითხრათ რომ ამაში რაღაც ლომის წილი მე მივიღე ან რაღაცა გმირად წარმოვაჩინო თავი, ხალხმა თავს თვითონ უშველა. თვითონ დააღწია ხალხმა თავი. რა თქმა უნდა, წინა დღეებში ვფიქრობდი რომ საით გამეყვანა ხევებით როგორღაც რომ არ გამოჩენილიყო ღამის საათებში, მაგრამ რახანც სტერეფანი მოგცეს მაშინ და გამოვიყვანეთ. ხოლო მეორე დღით უკვე 8-ში ჯარი რო წამოვიდა და აღარც ჯარი იყო და აღარც სამშვიდობო ძალები, სადღაც 7 საათზე აღარც ჯარი იყო და აღარც სამშვიდობო ძალები ჩვენთან. მოსახლეობას უთხარი რომ თავს უშველეთ მეთქი, ვისაც რა საშუალება გაქვს წადით უკვე დარჩენილ მოსახლეობას.